სახლი ჩვეულებრივ სიმბოლოა ოჯახისათვის. აქ იკრიბება ოჯახის თითოეული წევრი. ამიტომაც ადამიანების უმეტესობა დიდ ინვესტიციას დებს, რათა იქ მცხოვრები ადამიანები კომფორტულად იგრძნონ თავი. მაგრამ შენ რო არ იცოდე, სოფლიოში არსებობს სახლები, რომლებიც მხოლოდ საცხოვრებლად არ არის აშენებული, არამედ იმისთვის, რომ გაუძლონ სტიქიას. მაგალითად არსებობს სახლები, რომლებსაც ჩვეულებრივი წყალდიდობა ვერაფერს აკლებს. ასევე არის სახლები, რომლებიც მიწის ძვრას, ქარიშხალს, სიცხეს და ძლიერ სიცივეს უძლებენ. ასევე არსებობს სახლები, რომლებიც წყლის დონის აწევისას ტივტივებენ, ზოგი სახლი კი პირდაპირ მთაშია ჩაშენებული. და კიდევ ბევრი სხვა სახეობაც არსებობს, ასე რომ მაშინ როცა თანამედროვე სახლების უმეტესობა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ნადგურდება, სოფლიოში არსებობს რამდენიმე ნაგებობა, რომლებიც აშენებულია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გასაძლებად. ამიტომ ამ ვიდეოში ჩვენ ვნახავთ სოფლიოს ყველაზე უჩვეულო და ყველაზე გამძლე სახლებს. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ათი. გამოიწერეთ ჩვენი არხიც. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 10 მცურავი სახლები, რომლებიც წყალდიდობის დროს იწევიან. უმეტეს ქვეყნებში, როდესაც წყალდიდობა ხდება, ისინი აშენებენ უფრო მაღალ კედლებს და უფრო გამძლე წყალგაუმტარ ბარიერებს. მაგრამ ნიდერლანდებში მათ სხვა იდეა ჰქონდათ. წყლის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, მათ შექმნეს სახლები, რომლებიც წყალს მიყვებიან. ერთ სოფელში, რომელიც მდინარე მასთან ახლოს მდებარეობს, სახლები ჩვეულებრივად გამოიყურება პირველ შეხედვას, მაგრამ როდესაც დიდი წყალდიდობა მოდის, მაშინ ჩანს მათი ნამდვილი დიზაინი. მთელი სახლი ნელ-ნელა იწევს ზემოთ, როცა წყლის დონე იმატებს, როგორც ნავი. ჰოლანდიური წყალდიდობის კონტროლის პროექტების შესახებ ანგარიშების მიხედვით, ეს სახლები აშენდა უფრო ძლიერი წყალდიდობებისთვის მოსამზადებლად, რომლებიც კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს. რადგან ნიდერლანდების დიდი ნაწილი ზღვის დონეზე დაბალია, მათ დიდი ხანია წყალდიდობის პრობლემა აქვთ. ამიტომაც ააშენეს სახლები, რომლებიც ადვილად არ დაზიანდება, თუნდაც წყალდიდობა იყოს. მისი მთავარი საიდუმლო საფუძველშია. სახლის ქვეშ დიდი ღრუ ბეტონის ყუთია. როდესაც ამინდი ნორმალურია, ის უბრალოდ დგას მიწაზე, როგორც ჩვეულებრივი სახლი. მაგრამ როდესაც წყალდიდობა მოდის, სახლის ქვეშ არსებული სივრცე წყლით ივსება. ამიტომაც იქ იწყებს მთელი სტრუქტურა ცურვას. გვერდებზე დიდი ლითონის ბოძებიც არის, რომლებიც მიმმართველის როლს ასრულებენ, რომ სახლს არ წაიღოს წყალმა ან არ გადაბრუნდეს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სახლი ცურავს, ის მაინც სტაბილურია. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, მთელი სისტემა ავტომატურია. არ არის ღილაკი, არ არის მანქანა, არ არის საჭირო ადამიანი, რომ ამუშაოს. სახლი თავისით იწევს წყლის დონის მიხედვით. წყლის, ელექტროენერგიისა და კანალიზაციის ხაზებიც კი მოქნილია, რომ არ გაიწვიტოს, როცა სახლი იწევს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია თანამედროვეა, დიზაინი ძალიან მარტივია. ძირითადი მასალებია ბეტონი, რკინა და ხე. მასში არ არის რთული ტექნოლოგია, რომელიც დროთა განმავლობაში ადვილად გაფუჭდება. ამიტომ მისი შეკეთება და მოვლაც მარტივია. ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით, თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, როცა წყალდიდობაა. გაფრთხილება. რადგან იციან, რომ წყალდიდობა ასე უბრალოდ ვერ შევა მათ სახლში. ამის ნაცვლად მთელი სახლი წყლის დონესთან ერთად აიწევს. და რადგან ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, მსოფლიოში სხვა წყალდიდობისადმი მიდრეკილ ქალაქებმაც დაიწყეს ამავე იდეის შესწავლა. მათ შორისაა ბანგკოკის, ჯაკარტას, ნიუ-ორლეანისა და გაერთიანებული სამეფოს ზოგიერთი ნაწილი. მაშინ როცა ზღვის დონე მსოფლიოში მუდმივად იზრდება, შესაძლებელია, რომ მომავალში ასეთი სახლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რადგან ზოგჯერ ბულებასთან ბრძოლაში გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა არ არის მასთან ბრძოლა, არამედ ადაპტაცია. ნომერი 9 სახლები ძველი საბურავებისა და ნაგვისგან. ამერიკის ნიუ-მექსიკოს უდაბნოში არის სახლები, რომლებსაც ძალიან უჩვეულო გარეგნობა აქვთ. თითქოს ჩვეულებრივი სახლები არ არიან, მაგრამ რაც უფრო გასაოცარია, ბევრი მათგანი უკვე 10 წლეულებია დგას და დღემდე გამოიყენება. მათ ეძახიან ერს-შიფებს. ეს იდეა დაიწყო 1970 წელს არქიტექტორ მაიკლ რეინოლდსის დახმარებით. მას სურდა შეექმნა სახლი, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა, თუნდაც ქალაქიდან შორს. ასეთი სახლი, სადაც წყალი ან ელექტროენერგია როცა არ იყოს, მაინც შეიძლება ცხოვრება. და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი სწორედ მასალებია, რომლებიც გამოიყენება. ერს-შიფის ბევრი კედელი დამზადებულია ძველი საბურავებისგან, რომლებიც მჭიდროდ ივსება მიწით. როცა ეს გამაგრდება, კედელი ძალიან მტკიცე ხდება, თითქმის ქვას ჰგავს. შემდეგ მას ფარავენ ბათქაშით ან ბეტონით, რომ კიდევ უფრო მყარი და დაცული იყოს სიცხისა და წვიმისგან. ერს-შიფის კედლები სქელია და ეს ძალიან ეხმარება შიგნით ტემპერატურის კონტროლში. დილით კედლები აგროვებენ მზის სითბოს. ამით კედლები ნელ-ნელა გამოუშვებენ სითბოს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ უდაბნოში ძალიან ცხელა, აქ ღამით გრილა და სახლის შიგნით კომფორტული ტემპერატურა. კონდიციონერი ან გამათბობელი იშვიათად სჭირდებათ, მათ საკუთარი წყალმომარაგების სისტემაც აქვთ. სახურავი ისეა დაპროექტებული, რომ წვიმის წყალი შეაგროვოს
შემდეგ წყალს აგროვებენ და ასუფთავებენ, რათა სასმელად, ბანაობისთვის და სხვა საჭიროებებისთვის გამოიყენონ. კიდევ მიჟარიდან და შხაპიდან გამოყენებულ წყალსაც კი ამუშავებენ და ხელახლა იყენებენ მცენარეების მოსარწყავად. ბევრი airship-ი ასევე იყენებს მზის პანელებს საკუთარი ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ამიტომ, თუნდაც უდაბნოს შუაგულში იყო, მაინც შესაძლებელია სულად გამართული სახლის ქონა. მაგრამ ეკომეგობრული ყოფნა ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ეს სახლები განსაკუთრებულია. ისინი ასევე გამძლეა ხანძრის, თერმიტებისა და ლპობის მიმართ, რადგან მათი მასალების უმეტესობა მიცაა, ბეტონი, ლითონი და სხვა გამძლე მასალები. ამ სახლების დაზიანება რთულია ამინდის პირობების გამო და რადგან დიზაინი მარტივია, მათი შეკეთებაც ადვილია, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ. დღემდე ბევრი ორიგინალი airship-ი 1970-იანი წლებიდან კვლავ დგას. და ეს არის ამ კონცეფციის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. სახლი არ უნდა იყოს ძალიან ძვირი ან ძალიან მაღალ ტექნოლოგიური, რომ დიდხანს გაძლოს. ზოგჯერ სახლი უფრო გამძლეა, როცა იცის, როგორ შეერწყას ბუნებას. ნომერი 8. სახლი, რომელიც გორაკშია დამალული. უელსში არის სახლი, რომელიც თითქმის ვერ შეამჩნევ, თუნდაც პირდაპირ შენს წინ იყოს. იმის ნაცვლად, რომ მიწის ზედაპირზე იდგეს, ის პირდაპირ გორაკის ფერდობშია დამალული. პირველ შეხედვაზე უბრალოდ ჩვეულებრივი ბალახია. ის თითქოს მთის პატარა ნაწილია, მაგრამ იმ მწვანე გორაკის ქვეშ არის თანამედროვე სახლი, რომელიც ძალიან დიდხანს გასაძლებლად აშენდა. მას მალატორის სახლი ჰქვია. ის დასრულდა 1988 წელს პემბროკში და დღემდე ის ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ მიწისქვეშა არქიტექტურის ნიმუშად ითვლება ევროპაში. მთავარი მიზეზი, რატომაც ეს სახლი განსაკუთრებულია, ისაა, რომ თითქმის მთელი ნაგებობა მიწისქვეშაა დამალული. გარედან თითქმის მხოლოდ ერთი დიდი ოვალური მინის კედელია ხიული. სახლის დანარჩენი ნაწილი მიწით და ბალახითაა დაფარული. და ეს მხოლოდ იმისთვის არ არის გაკეთებული, რომ მაგრად გამოიყურებოდეს. ამას ნამდვილი დანიშნულება აქვს. როდესაც სახლის დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა, ის უფრო დაცულია ძლიერი ქარის, წვიმისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან. თვითონ მთა ბუნებრივ ფარად იქცევა. მისი ძირითადი სტრუქტურაც სქელია, რადგან გამაგრებული ბეტონით და ლითონით არის გაკეთებული. ამიტომ საძირკველი ძალიან მტკიცეა. სახურავი კი ნამდვილი ბალახით და მიწით არის დაფარული. ეს ძალიან ეხმარება სახლს ზაფხულში გრილად დარჩენაში და ზამთარში თბილად. ამიტომ არ არის საჭირო ძალიან ძლიერი გათბობის ან გაგრილების სისტემა. ენერგიაზეც უფრო ეკონომიურია. და რადგანაც სტრუქტურის უმეტესობა დაფარულია, ნაკლებია პირდაპირ წვიმის, მზის სიცხისა და ძლიერი ქარიშხლების ზემოქმედება. ეს ნიშნავს, რომ მასალები უფრო ნელა ზიანდება, ვიდრე ჩვეულებრივ სახლში, რომელიც ყოველთვის ღიაა ამინდის მიმართ. შიგნით კი დიზაინი ღია სივრცისაა. ეს არ არის სავსე სქელი კედლებით და ბევრი დაყოფილი ოთახით. განლაგება უფრო მარტივია. და არქიტექტორების თქმით, მათ ეს გააკეთეს იმისთვის, რომ სახლი მომავალში უფრო მოქმილი იყოს. იმიტომ რომ ნაკლები კედელია, ასევე ნაკლები ნაწილია, რომელსაც შეიძლება პრობლემა შეექმნას დროის განმავლობაში. კიდევ ერთი, რაზეც მათ იფიქრეს, იყო მდებარეობა. მათ ეს არაუშენებიათ წყალდიდობისადმი მიდრეკილ ადგილას, ან ისეთ ადგილზე, სადაც ადვილად შეიძლება მეწყერი მოხდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რამდენადაც გამძლეა სახლი, მაინც შეიძლება დაზიანდეს, თუ არასწორ ადგილას არის აშენებული. და სწორედ ეს არის ამ სახლის უკან დგომი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა. холод ბეტონის სისქე ან რკინის სიმტკიცე არ არის ხანგრძლივი სახლის საზომი. ზოგჯერ ნამდვილი საიდუმლო ინჟინერიისა და ბუნების სწორ შერწყმაშია. რადგან როცა სახლი მის გარშემო არსებულ გარემოს ერწყმის, უფრო მაღალია შანსი, რომ ის ძალიან დიდხანს გაძლებს. ნომერი 7. მთის სახლი, რომელსაც თითქმის ვერავინ ხედავს, შვეიცარიაში არის ერთი სახლი, რომელიც შორიდან თითქმის უხილავია, რადგან ის პირდაპირ მთის ფერდობშია ჩაშენებული. მას ვილა ვალსი ჰქვია. და პირველ შეხედვაზე თითქოს იქ სახლი საერთოდ არ არის. მთის ფერდობზე მხოლოდ ერთ დიდ მრგვალ ფანჯარას შეამჩნევთ. მაგრამ იმ მრგვალი ფანჯრის უკან მიწასა და ქვას შორის მთელი სახლი იმალება. ეს სახლი 2009 წელს აშენდა შვეიცარიის ვალსის სოფლის მახლობლად. და არქიტექტორების მთავარი მიზანი ძალიან მარტივი იყო. შეექმნათ სახლი, რომელიც გამძლე, მშვიდი და თითქმის არ არღვევს მთის ბუნებრივ იერსახეს. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ დიდი ნაგებობა აეშენებინათ მიწის ზედაპირზე, მათ პირდაპირ მთის ფერდობი ამოთხარეს და იქ განათავსეს სახლი. ეს დიდი უპირატესობა იყო. რადგან გარშემო არსებული სქელი ქვა და მიწა ბუნებრივ დაცვას წარმოადგენს ცივი ამინდის, ძლიერი ქარისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან. თითქოს მთას ბუნებრივი ჯავშანი აქვს. სახლის გარსი რომ განძლე იყოს, შენობის შიგნით მთავარი მასალა ბეტონია. მაგრამ რადგან ეს მიწის ქვეშ არის დამალული, უფრო ნელა ზიანდება წვიმის, მზის და სხვა ფაქტორების გავლენით.
რომლებიც ჩვეულებრივი სახლების სწრაფად დაზიანებას იწვევს. ამიტომაც დროთა განმავლობაში მისი მოვლა ნაკლებად სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ სახლი მიწისქვეშაა, ის ბნელი არ არის. წინა მხარეს არსებული დიდი მრგვალი ღიობა ბუნებრივი განათების წყაროა. იქედან შემოდის მზის სხივები და გარეთ მდებარე ხეობის ხედი. მისი ინტერიერის დიზაინიც მარტივია, ზედმეტი დეკორაციები არ არის, არც ზედმეტად რთული განლაგება. შიგნით თითქმის ყველაფერი პრაქტიკულობისა და ხანგრძლივობისთვის არის შექმნილი. სწორედ ეს ხდის ვილავალს განსაკუთრებულად. ეს სახლი არ არის იმისთვის შექმნილი, რომ ვინმეს თავი მოაწონოს. ის იმისთვის არის აშაშენებული, რომ დიდხანს გაძვოს. მაშინ როცა თანამედროვე სახლების უმეტესობა გარეგნობაზეა ორიენტირებული, ეს სახლი უფრო დაცვაზე, ეფექტურობასა და გრძელვადიან გადარჩენაზეა კონცენტრირებული. და ეს გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე გამძლე სახლი არც ყველაზე დიდი ან ძვირადღირებულია, არამედ ის, რომელიც იცის როგორ დაიმალოს და შეერწყას ბუნებას. ნომერი 6 სახლი, რომელიც ციხესიმაგრედ იქცევა, პოლონეთში არის სახლი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთში შეიცვალოს გარეგნობა. როცა ის ღია, გამოიყურება როგორც თანამედროვე ლუქს კლასის სახლი, რომელსაც ბევრი მინა და ფართო სივრცე აქვს. მაგრამ როცა მისი უსაფრთხოების სისტემა ირთვება, მთელი სახლი ბეტონის ბუნკერს ემსგავსება. ამას ეძახიან უსაფრთხოების სახლს. ეს ვარშავაში 2009 წელს ააშენა არქიტექტურულმა ფირმამ KWK Promsma. და თავიდანვე ნათელი იყო ამ სახლის მიზანი. ეს სახლი მხოლოდ სილამაზისთვის არ აუშენებიათ. ის აშენებულია იმისთვის, რომ იყოს ძალიან უსაფრთხო და გამძლე. მთელი კონსტრუქცია დამზადებულია გამაგრებული ბეტონისა და ფოლადისგან. კედლები სქელია, ჩარჩოები გამძლეა და სახლის თითქმის ყველა ნაწილი უსაფრთხოების მიზნით არის შექმნილი. მაგრამ მისი ყველაზე გამორჩეული ფუნქცია მოძრავი კედლებია. არის დიდი ბეტონის პანელები, რომლებიც შეუძლიათ გადაადგილდნენ და მთლიანად დაფარონ სახლის ფანჯრები და შესასვლელი. როცა ეს კედლები იკეტება, შენობის ყველა ღიობს თითქმის აღარაფერი ეტყობა. თითქოს უზარმაზარი სეიფია, რომელიც ბეტონით არის გაკეთებული. მეორე სართულის აივანიც კი შეიძლება დაიკეტოს და შიგნით ჩაიწიოს. ამიტომ როცა მთელი სახლი ჩაკეტილია, ძალიან რთულია შიგნით შესვლა. დილით კი სახლის იერსახე სრულიად იცვლება. პანელები იღება, დიდი მინის კედლები გამოდის, მთელი სახლი ნათელი და ღია ხდება, შიგნით ბაღის ხედი და ბუნებრივი განათება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სახლი ძალიან დაცულია, დღისით მაინც კომფორტულია საცხოვრებლად. და ამ დიზაინში მხოლოდ ადამიანებისგან დაცვაზე არ უფიქრიათ. ის ასევე გამძლედა აშენებული ძლიერი ქარიშხლებისა და სხვა მძიმე პირობების წინააღმდეგ. მას აქვს სარეზერვო სისტემებიც წყლისა და ელექტროენერგიისთვის, თუ საგანგებო სიტუაცია მოხდება. ეს გავს თანამედროვე სახლსა და გადარჩენის თავშესაფარს შორის კომბინაციას. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა, ის არც ომის ზონაშია აშენებული და არც საშიშ ადგილას. ის ომის ზონის მშვიდ ნაწილში მდებარეობს. ეს უბრალოდ არჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა ზოგიერთი არქიტექტორის აზროვნება თანამედროვე საცხოვრებელს. როდესაც იზრდება შეშფოთება კატასტროფებზე, უსაფრთხოებას და გაურკვევლობაზე მსოფლიოში, ეხლა უკვე არსებობს სახლები, რომლებიც მხოლოდ სილამაზისთვის არ არის აშენებული. ისინი ასევე აშენებულია იმისთვის, რომ გადარჩე ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც კი. და სწორედ ეს არის უსაფრთხო სახლის კონცეფცია. სახლი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დღისით და რამდენიმე წამში გადაიქცეს ციხესიმაგრედ. ნომერი 5. გუმბათოვანი სახლი, რომელმაც გადაურჩა ძლიერ ქარიშხლებს. ფლორიდაში არის სახლი, რომელმაც რამდენჯერმე გადაიტანა ძლიერი ქარიშხლები, მაგრამ მაინც არ ადგას. მას გუმბათოვან სახლს უწოდებენ. და მრავალი წლის განმავლობაში ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითად ითვლებოდა ამერიკაში ქარიშხალგამძლე სახლების შორის. ის 1982 წელს პენსაკოლას სანაპიროზე ბაბლის მიერ აშენდა. თავდაპირველადვე იცოდა, რომ ეს ადგილი სახიფათო იყო, რადგან ფლორიდის სანაპირო ზონებს ხშირად ძლიერ ქარიშხლებს უტევენ. ამიტომ ჩვეულებრივი სახლის აშენების ნაცვლად მან შექმნა ნაგებობა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ძლიერ ქარსა და შკორმის ტალღებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც მისი დიზაინი მრგვალი. ეს მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდეს, გუმბათის ფორმას ნამდვილად აქვს საინჟინრო დანიშნულება. როდესაც ქარი ძლიერია, ჰაერის ნაკადი უფრო მარტივად სრიალებს მრგვალ ნაგებობაზე, ვიდრე ბრტყელ კედლებსა და ბასრკუთხეებზე. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები წნევა ეცემა პირდაპირ სახლს, ნაკლებია შანსი, რომ სტრუქტურა დაიზიანოს ან ჩამოიშალოს ქარიშხლის დროს. ამ სახლს მაღალი საძირკველი აქვს, რათა დაეხმაროს შტორმული მოქცევის ან ზღვის დონის აწევის წინააღმდეგ ქარიშხლის დროს. სახლში ძირითადად ბეტონი და გამძლე მასალები გამოყენებული, კედლები სქელია და მას არ აქვს ტიპური სახურავის დიზაინი, რომელიც ადვილად შეიძლება წაიღოს ძლიერმა ქარმა.
ბევრი წლის განმავლობაში გუმბათის სახმა გადაურჩა რამდენიმე ძლიერ ქარიშხალს, მათ შორის 2004 წლის ქარიშხალ აივას და 2005 წლის ქარიშხალ დენის. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი სახლი დაზიანდა, გუმბათის სტრუქტურა მყარად დარჩა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც ის პოპულარული გახდა სოციალურ მედიასა და დოკუმენტურ ფილმებში. სატელიტურ სურათებში ის ხშირად ჩანს თითქმის მარტო მდგომი, მაშინ როცა გარშემო სხვა სტრუქტურები დაზიანებულია ან საერთოდ აღარ არსებობს. მაგრამ საბოლოოდ პრობლემა თავად სახლი არ ყოფილა. სხვა ნელ-ნელა ჭამს მის გარშემო მიწას სანაპიროს ეროზიისა და ზღვის დონის აწევის გამო. მოვიდა მომენტი, როცა სახლის გარშემო ტერიტორია თითქმის წყალქვეშ აღმოჩნდა. საბოლოოდ ეს ადგილი დატოვეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა აღარ არსებობს, გუმბათის სახლი მაინც მნიშვნელოვანი მაგალითი გახდა კატასტროფებისადმი მდგრადი არქიტექტურის სამყაროში. მან აჩვენა, რომ ზოგჯერ სახლის გადარჩენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ზომა და არც ძვირადღირებული მასალებია, არამედ სწორი ფორმა, სწორი ინჟინერია და სწორი დაგეგმვა ბუნების წინააღმდეგ. ნომერი 4. გიგანტური ქვის სახლი, რომელიც უძველეს ნანგრევებს გავს მასაჩუსეტსში, ამერიკაში, არის ერთი სახლი, რომელიც თითქოს უძველესი დროიდან მოდის. როცა ამას ნახავ, ვიფიქრებ, რომ ეს ძველი ტაძარი ან უძველესი ციხესიმაგრე. იმის გამო, რომ ჩვეულებრივი ბლოკების ან ხის ნაცვლად, მთელი ნაგებობა დიდი ქვებით არის აშენებული. ამას ბოლტონის ქვის სახლს უწოდებენ. და რაც ყველაზე გასაოცარია, ქვების შესაერთებლად თითქმის საერთოდ არ არის გამოყენებული ცემენტი. ეს ინჟინერმა და მოქანდაკემ დევიდ ბოლტონმა შექმნა 2000-იანი წლების დასაწყისში. მისი მიზანი მარტივი იყო, მაგრამ შესრულება ძალიან რთული. შექმნა სახლი, რომელსაც შეუძლია ასობით წელი გაძლოს. შესაძლოა კიდევ უფრო დიდხანსაც. ამიტომ მან გამოიყენა დიდი გრანიტის ბლოკები, თითოეული ზუსტად ჩამოაყალიბა და დაალაგა, თითქოს გიგანტური თავსატეხია. როცა ერთი ქვა უკვე თავის ადგილზეა, მისი წონა თავად ეხმარება, რომ მთელი ნაგებობა სტაბილური დარჩეს. ეს თითქმის იგივე ტექნიკაა, რაც გამოიყენებოდა პერუსა და სხვა უძველეს ცივილიზაციებში აშენებულ ქვის ნაგებობებში. და ეს არის მიზეზი, რატომაც სახლს ასეთი გამძლეობა აქვს. მისი კედლები ძალიან სქელია. ზოგ ადგილას სისქე 2 ფუტზე მეტია. რადგან ქვა ამფავარი მასალა, ის ადვილად არ იწვის. არც თერმიტები ჭამენ ადვილად. და არც ისე ადვილად ლფება, როგორც ხე. მისი სახურავიც ქვისაა. ეს არ არის ჩვეულებრივი თუნუქი ან შინგლები. ქვეშ სპეციალური დრენაჟის სისტემა აქვს, რომ წვიმის თვალი არ დაგროვდეს. სახლის თითქმის ყველა ნაწილი ისეა გაკეთებული, რომ ძალიან დიდხანს გაძლოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გარედან ძველ ნაგებობას გავს, შიგნით მაინც თანამედროვე სახლია. აქვს სამზარეულო, საძინებლები, სველი წერტილები, ასევე აქვს საცხოვრებელი სივრცეები, როგორც ჩვეულებრივ სახლს. ასევე აქვს საკუთარი მზის ენერგიის სისტემა და გეოთერმული გათბობა, რომ ენერგიის ხარჯი შემცირდეს. კიდევ ერთი, რაზეც ბოლტონმა იფიქრა, იყო მოვლა პატრონობა. ელექტრო და სანტექნიკური სისტემები ისეა განთავსებული, რომ მარტივად შეიძლება შეკეთება სტრუქტურის დანგრევის გარეშე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ წყლები გავა, მისი შეკეთება მაინც შესაძლებელია ძირითადი ფუნდამენტის დაზიანების გარეშე. და ეს არის ყველაზე საინტერესო ამ სახლში. მაშინ როცა თანამედროვე სახლების უმეტესობა დღეს ბევრ სინთეტიკურ მასალასა და მასიურად წარმოებულ ნაწილებზეა დამოკიდებული, ბოლტონის ქვის სახლი დაბრუნდა მშენებლობის უფრო მარტივ გზაზე. ქვა, სიმძიმე და სწორი ინჟინერია. და ზოგიერთი არქიტექტორისა და ინჟინერის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბევრი უძველესი ნაგებობა დღემდე დგას მსოფლიოში. რადგან ზოგჯერ ყველაზე მარტივი გზა ყველაზე დიდხანს ძლებს. ნომერი 3 დახრილი სახლი, რომელიც მიწისძვრებისთვის აშენდა. იტალიაში არის ერთი სახლი, რომელიც პირველ შეხედვაზე დახრილად ჩანს. თითქოს არასწორად არის აშენებული, თითქოს არასტაბილურია. მაგრამ სინამდვილეში მისი უცნაური დიზაინი სპეციალურად არის გაკეთებული და მიზეზი მიწისძვრებია. ეს სახლი იტალიური კვლევითი ჯგუფის ჰომერის პროექტის ნაწილია. ეს აშენდა მას შემდეგ, რაც იტალიაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ბევრი სახლი და შენობა გაანადგურა. სწორედ მაშინ გაუჩნდა დიდი კითხვა. როგორ ააშენონ სახლი, რომელიც მიწისძვრის დროს უფრო გამძლე იქნება. და ჩვეულებრივი მართკუთხა დიზაინის ნაცვლად მათ შექმნეს კონსტრუქცია, რომლის ჩარჩოც დახრილია. თითქოს გადახრილია, მაგრამ ამის უკან მეცნიერება. რადგან ჩვეულებრივ სახლში, როცა მიწისძვრა ხდება, ძლიერი წნევა მოდის კონსტრუქციის კუთხეებსა და შეერთებებს. და როცა ერთ ნაწილს ვერ შეუძლია გაუძლოს ამ სტრესს, შეიძლება მთელი სახლი დაინგრეს. მაგრამ ამ დიაგონალური დიზაინის შემთხვევაში შანსები უფრო თანაბრად ნაწილდება და ძალას ანაწილებს, როცა მიწა ირხევა. თითქოს ჩარჩო ანაწილებს დარტყმას
რომ მხოლოდ ერთმა ნაწილმა არ მიიღოს მთელი სიმძიმე. მისი მთავარი საძირკველი არის არმირებული ბეტონი შოკ აბსორბერებით. ამიტომ მიწისძვრის დროს სახსაფს მცირე მოძრაობა, ვიდრე იძულებული იყოს დარჩეს ძალიან მყარად. და ეს ძალიან ეხმარება კოლაფსის შანსის შემცირებაში. კედლების მასალაც მსუბუქია, მაგრამ გამძლეა ცეცხლისა და სიცხის მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი თანამედროვეა, მთელი კონცეფცია მაინც პრაქტიკულია. მას ასევე აქვს მზის პანელები, რომ კონდეს საკუთარი ელექტროენერგიის წყარო. და ჭერისა და ინტერიერის ფორმის გამო სახლში ჰაერის ნაკადი უფრო კარგად მოძრაობს. ამიტომ წლის ბევრ პერიოდში ნაკლებ კონდიცირებას საჭიროებს. კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ მისი აშენება სწრაფად შეიძლება. მისი ბევრი ნაწილი წინასწარ მზადდება ქარხანაში. ეს ნიშნავს, რომ ნაწილები შეიძლება მიიტანონ კატასტროფის ზონებში და ააწყონ რამდენიმე დღეში ამწეებისა და ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მიწისძვრით დაზარალებულ ადგილებში, რადგან ხშირად ხალხს წყლები უწევს ლოდინი, სანამ მუდმივ საცხოვრებელს მიიღებენ. მაგრამ Homer პროექტის მიზანია შექმნა სახლი, რომელიც არა მხოლოდ დროებით თავშესაფარი იქნება, არამედ სახლი, რომელიც მრავალი თაობის განმავლობაში გაძლებს. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა ამ დიზაინის უკან. საკმარისი არ არის, რომ სახლი უბრალოდ ლამაზი იყოს. სახლი მზად უნდა იყოს ნებისმიერ დროს მოსალოდნელი კატასტროფებისთვისაც. და ზოგჯერ უჩვეულო დიზაინი, რომელიც პატარა ჩანს, პირველი შეხედვით სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე ბონიერი საინჟინრო გადაწყვეტა. ნომერი 2. მიწისქვეშა სოფელი, რომელიც მთაშია დამალული. სამხრეთ ესპანეთში არის ერთი საზოგადოება, სადაც ბევრი ადამიანი პირდაპირ მთის შიგნით ცხოვრობს. ეს მხოლოდ ტურისტული ატრაქციონი არ არის. ეს ნამდვილი სახლებია, რომლებიც დღემდე გამოიყენება და რაც უფრო გასაოცარია, ზოგიერთი მათგანი ასობით წელია დგას. ეს ადგილი მდებარეობს გუადიქსში, ანდალუსია. ის ცნობილია ათასობით მღვიმე სახლით, რომლებიც პირდაპირ რბილ ბორცვებშია გამოკვეთილი. პირველ შეხედვაზე ეს პრობლემური სოფელი გეგონებათ. არის კარები, არის ფანჯრები, არის გზები, მაგრამ როცა შიგნით შეხვალ, მაშინ მიხვდები, რომ სახლის დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული. ესპანეთის ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ამ რეგიონში ესეთი ტიპის საცხოვრებელები დიდი ხანია გამოიყენება და დროის გასვლასთან ერთად სახლებიც თანდათან გაფართოვდა, რადგან ოჯახები მთის შიგნით დამატებით ოთახებს ცხიდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია ძალიან ძველია, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ საცხოვრებელ დიზაინად ითვლება, რადგან მიწა თავად ბუნებრივი იზოლაციის როლს ასრულებს. როცა გარეთ ძალიან ცხელა, შიგნით გრილა. როცა გარეთ ცივა, მღვიმის სახლში ტემპერატურა მაინც კომფორტულია. ამიტომ აქ ბევრ სახლში თითქმის აღარ არის საჭირო კონდიციონერი ან დიდი გათბობის სისტემა. და რადგან შენობის დიდი ნაწილი მიწის ქვეშა, ის უკეთ არის დაცული ძლიერი ქარის, ტყის ხანძრისა და მზის ძლიერი სიცხისგან. ასევე არ აქვს ჩვეულებრივი სახურავი, რომელსაც ქარიშხალი შეიძლება გადახადოს. კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ესეთ სახლები დიდხანს ძლებს, არის ის, რომ კონსტრუქციაში ძალიან ცოტა ხეა გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ნაკლებია ტერმიტების, ელპობის ან ხანძრის შანსი. და რადგან კედლების უმეტესობა პირდაპირ მთის ნაწილია, მთელი სახლი ძალიან გამძლეა. დღემდე გუადიქსში ათასობით მღვიმის სახლი კვლავ საცხოვრებლად გამოიყენება და ზოგიერთი მათგანი უკვე მოდერნიზებულია. აქვს მზის პანელები, თანამედროვე წყალგაყვანილობა და განახლებული ელექტროსისტემები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სახლს ასეთი განახლება არ აქვს, ისინი მაინც შეიძლება კომფორტულად საცხოვრებლად გამოიყენონ. ბოლო წლებში არქიტექტორებისა და გარემოსდაცვითი ექსპერტების დაინტერესებაც გაიზარდა ამ მღვიმის სახლების მიმართ. რადგან როცა მსოფლიო უფრო კლიმატგამძლე საცხოვრებლებს ეძებს, მათ შეამჩნიეს, რომ ბევრი თანამედროვე გადაწყვეტა უკვე დიდი ხანია გამოიყენება გუადიქსში. ბუნებრივი იზოლაცია, პასიური გაგრილება, ბუნებრივი ვენტილაცია და თავად მიწის გამოყენება როგორც დაცვა. ეს მარტივი იდეები დღეს კვლავ გამოიყენება თანამედროვე მწვანე არქიტექტურაში. და ეს არის ყველაზე საინტერესო აქ. იმ დროს, როდესაც ბევრი თანამედროვე შენობა სწრაფად ზიანდება ან ძალიან ძვირია შესანარჩუნებლად, ეს სახლები, რომლებიც პირდაპირ მთაშია გამოკვეთილი, რჩება მტკიცედ ძალიან დიდი ხნის შემდეგაც. ზოგჯერ ძველი მეთოდები ყველაზე ეფექტურია. პირველი ნომერი სახლი, რომელიც აშენებულია გიგანტურ ქვებს შორის. პორტუგალიაში არის ერთი სახლი, რომელიც თითქოს ადამიანმა არ აუშენებია. როცა შორიდან შეხედავ, ეს უბრალოდ დიდი ქვების ჯგუფს გავს ბორცვის შუაგულში. მაგრამ როცა მიუახლოვდები, დაინახავ ფანჯრებს, გარს და სახურავს, რომლებიც პირდაპირ ჩასმულია გიგანტურ ქვებს შორის. ამას კასადო პენედო ქვია, ან როგორც უფრო ცნობილია, ქვის სახლი. ის 1974 წელს აშენდა, როგორც ერთი ოჯახის უბრალო საზაფხულო სახლი, მაგრამ მოგვიანებით ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უცნაურ სახლად იქცა ევროპაში.
და რა თხოვაზე განსაკუთრებულია, აქ 4 უზარმაზარი გრანიტის ლოდია გამოყენებული. ისინი გამოყენებულია როგორც ნაგებობის მთავარი ნაწილი. ქვების მოცილების ნაცვლად, ისინი თავად ჩართეს სახლის დიზაინში. 2 ქვა სახლის გვერდებს წარმოადგენს, ხოლო 1 უკანა ნაწილის ნაწილი და კიდევ 1 თავად სახურავის ნაწილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გრანიტი ძალიან გამძლეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და გამძლე ქვაა მსოფლიოში. ის ადვილად არ იწვის, არ ლპება და მასზე წვიმა და სიცხე ადვილად არ მოქმედებს. ამიტომ ეს დიდ დახმარებას უწევს სახლს, რომ ძალიან დიდ ხანს გაძლოს. კედლის სხვა ნაწილებიც ადგილობრივი ქვით და ბეტონით არის გაკეთებული. მისი დიზაინი მარტივია, არ აქვს მაღალი ტექნოლოგიების სისტემები, არ აქვს რთული ტექნოლოგია. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არის ის გამძლე. რაც უფრო ნაკლები სისტემაა, მით ნაკლები რამ შეიძლება გაფუჭდეს დროის განმავლობაში. არც ორიგინალური წყალგაყვანილობა აქვს და ელექტროსისტემები როცა პირველად გაკეთდა. ამიტომ არ აქვს მილები ან გაყვანილობა, რომლებიც ადვილად შეიძლება გაფუჭდეს. შიგნითაც ყველაფერი მარტივადაა მოწყობილი, არის ბუხარი, ხის სკამები და მხოლოდ ძირითადი ნივთები. მაგრამ ეს საკმარისია, რომ კომფორტური საცხოვრებელი იყოს. და მაშინ, როცა ბევრი თანამედროვე სახლი დღეს მოცინავე ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, კასადო პინიედო პირიქითაა. მისი მთავარი ძალა არის სიმძიმე, მარტივი ინჟინერია და ბუნებრივი ლანდშაფტის გამოყენება. თითქოს სახლი და მთა ერთმანეთშია შერწყმული. და ეს არის მიზეზი, რატომაც ის ძალიან უნიკალურია. ის არ ცდილობს ბუნების კონტროლს. ის უბრალოდ ერწყმის მას. და შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი, რატომაც შეუძლია ასე დიდ ხანს გაძლოს.